ისათა და სულისა წმინისათა ამ ჩვენთან არის მეთქვა დალუცილი გაგხობოთ, გაგახარდა გაგაზიოთ უფალმა დღეს არის ჩვენი გაბრიელ ბერის წენების დღე, შეგწეოდეთ მისი ძალდამადლი. საკმაოდ აი წმინდანები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი სახელი ძალიან გაითქვა მოკლე ხანში. არის ინფორმაცია, ნამდვილია ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ნანახიც მაქვს. რუსეთში მისი სახელობის ტაძარი არის ნაკურთხი უკვე, აშენებულია ნაკურთხი. თუ არ ვხვდები, ვორონეჟის რეგიონში უნდა იყოს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმ ტაძარში მივიდე და ლოცვა ნავავენო და იმედი მაქვს შევძლებ. მადლობა ღმერთის შეძენით. დღეს იქნა წაკითხulis იგავი უფლისა, რომელიც არის საოცარი იგავი. ეს არის იგავი მდიდარზე და ლაზარეზე. იყო მდიდარიო, რომელიც ძვირფასი სამოსელით იმოსებოდაო და იქვე ცხოვრობდა და ძალიან მდიდარი იყო. იქვე ცხოვრობდა ლაზარეო, რომელიც თუკი მდიდრი გადაყრილი საჭმელებიდან იღებდა საკვებს. და მე დაავადდა და ძაღლები ლოშილინენო წერია, რომ ჭრილობებზე უკვე დაუძლურებული იყო. მოკვდა ღარიბი და ის აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, ანუ ცხონდა სასუფეველში, ხოლო როცა მოკვდა მდიდარი, ის აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. და ეუბნება მდიდარი, შეხედა მდიდარბაო, რომ უკვე ყოფილა მდიდარმა, რა თქმა უნდა, აბრაამს, რომ აბრაამის წიაღში არის ლაზარე. მამაო აბრაამ, უთხარი ლაზარეს, რომ მოვიდესო და დაასველოსო თითიო და ენისწვერი გამიგრილოსო, ცეცხლში ვარო. აბრაამი ეუბნება, რომ შვილო, შენ უკვე მიიღეო შენი სიკეთეო იმ ქვეყანაზეო. ამიტომ არა, უარი იყო. მეორე თხოვნა აქ, რომ წადი უთხარიო ლაზარეს, რომ გაუშვი ლაზარეო იმ ქვეყანაზეო, ანუ აქეთ ჩვენთკენ. 5 ზმა მყავსო, ცხოვრების წესი შეცვალო, რომ ისინი არ მოვიდნენ ჩემთან. და აბრაამი პასუხობს, რომ მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველი და მისი ისმინონ. შემდგომ ეუბნება მდიდარი, რომ თუკი ვინმე უტრეთით აღდგება, მისის დაიჯერებენო, მოსესი და წინასწარმეტყველის არ ჯერავთო. და აბრაამის პასუხია, თუკი მოსესი და წინასწარმეტყველების არ ჯერავთ, უტრეთითაც რომ ვინმე აღდგეს, მასაც არ დაუჯერებენ. აი აქ ყოველი ფრაზა და ეს დიალოგი ერთ საოცრება არის, აი მისი განმარტება აი საოცრება არის. ჯერ ერთი ის რომ ეს არის აღიარებაც ათასასופველი არსებობს. მიუხედავად იმისა, ესა იგავი, ზღაპარი კი არა, იგავია. იგავში მოქმედებები ნამდვილია. და მოქმედი პირები არის ალეგორიული. ანუ მოქმედება ის რომ ჯოჯოხეთის სამოთხე ნამდვილია. და მოქმედი პირებში ჩვენა ვართ. ჩვენ თავი უნდა ამოვიცნოთ იქ. რატო ცხონდა ღარიბი, ლაზარე? იმიტომ რომ ღარიბი იყო? არა მეგობრებო, არა ჩემო ძვირფასებო. ლაზარე ცხონდა იმიტომ, რომ მას არ ცხონდა ანგარების და ბოროტების მატარებელი არ იყოს კაცი. იმიტომ ცხონდა. თორემ სიღარიბი არ არის მაცხონებელი ადამიანის. შესაძლებელი ადამიანი იყოს ღარიბი, მაგრამ განიკითხოს უფლის წინაშე სიმდიდრის მოყვარაობისთვის. ნახეთ ხო საოცრებად კი შეიძლება ვერ გაიგეთ, კარგად, განმარტავ. შესაძლებელია ღარიბი იმდენად იყოს სიმდიდრეზე დამოკიდებული, რომ შურიც ყდებოდეს მეორეს რომ რაღაცა აქვს, ხოლო ვიღაცას, რომელიც სიმდიდრე აქვს, ამ სიმდიდრეს არაფრად მიიჩნევდეს და სიმდიდრის მონა არ იყოს და იცხონდეს. აი ძალიან მნიშვნელოვანია, არც სიმდიდრე წამწყვიდავს, არც სიმდიდრე გადაგვარჩევს. დამოკიდებულება სიმდიდრის მიმართ, ქონების მიმართ დამოკიდებულება ჩვენი წარწყდელიც და გადამრჩენელიც. რატომ წარწყდა მდიდარი? იმიტომ რომ სიმდიდრის მატარებელი იყო. მაშინ აბრაამი იმ დროისათვის აბრაამის თანამედროვეობაში, თანამედროვე მილიარდელები რო არიან, ისე იყო აბრაამი. უზარმაზარი ქონების მფლობელი იყო. მაშინდელი მსახურები ყავდა, მონები ყავდა. ლოთი და აბრაამის მონება იჩხუბეს ერთმანეთში. ხო წერია ეს. ანუ უდიდესი მდიდარი იყო. როგორ მოხდა ეს წიაღში? იმიტომ რომ სიმდიდრის მონა არ ყოფილა. ის იყო უპირველეს ყოვლისა ღმერთის მონა. და სიმდიდრე მისთვის იყო ამ სოფლიური რაღაც საშუალება, რაღაც სიკეთის აკეთებლა და ასე შემდგომ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი აქ დიალოგი, რომ მოვიდესო თხოვს აბრაამს. მამაო აბრაამ, ჯერ ერთი მიაქცია პატრონს, მამაო აბრაამ. ვიღაცები რომ გმობენ, დლისადმი მამაოთი მოხსენიებას.
თვითონ მაცხოვარი ამ მამაო აბრაამი რა იმ დიდრის მამა იყო, შვილი ხო არ არისო, ვთქვათ შენ და მამა რანერი რანერი მამა არისო. ეს აბრაამი შვილი იყო თუ რა ხდება? მამაოთი მიმართავს იმიტომ, რომ აბრაამი იყო ღვთის სახელით მყოფი ადამიანი და სასულიერო არის რა ქრისტეს 60 ათშია მიმართავთ მამათი ჩვენ მას. და გამიგრილოსო ენის წვეთი ჯერეთი თხოვნაც არის და თხოვნაც. ცეცხლში არის და ისეთ რაღაცას ითხოვს. თითი რო დააწოთო და ენის წვერზე გაუგრილო. რა შვებას იგრძნობდა ეს. მაგრამ ესეც კი მისთვის შვება იყო. ეს არის საშინელი მდგომარეობა ადამიანისა. და კიდევ ერთი ჯოჯოხეთი და სამოთხე ჩემო ძვირფასებო გვიშლება ჩვენ ხშირად როგორ რაღაც გეოგრაფიული მდებარეობა გონია. რაღაცა კარებია შევედით და ან კარები არ შევედით იქით კარებში სამოთხე ანუ ეს არის გეოგრაფიული მდგომარეობა. ჯოჯოხეთი ეს არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა ძვირფასებო. სულიერი და არა გეოგრაფიული. სად არის სამოთხე, როდესაც კითხვას ვამ, რას პასუხობს უფალი, სათასასუხებელი სად არისო შენს გულიშია. გულში ანაერთად სათასასუხებელი. შენი მდგომარეობა სულიერი თუ არის ღმერთის მორჩილებით ცხოვრება, შენი უკვე სათასასუხებელში ხარ, ეს არის სათასასუხებელი. და თუ შენ ცხოვრობ ღმერთის გარეშე, შენ უკვე ჯოჯოხეთში ხარ. და იგი არის ჯოჯოხეთი, შენი მდგომარეობა, შენი მდგომარეობა არის ჯოჯოხეთი და სამოთხე. ასე რომ გეოგრაფიული მდგომარეობა, მდებარეობა არ არის ჯოჯოხეთი და სამოთხე და უფრო მეცაც აი კიდე დავამატებ. ვინც ფიზიკასთან იცის და ფიზიკის სპეციალისტია დამეთანხმება, რომ სინათლის შემსწავლელი მეცნიერება არსებობს, მაგრამ სიბნელის შესწავლა შეუძლებელია. ფიზიკაში ვინც ერკვევა დამეთანხმება. რატომ? იმიტომ რომ სიბნელი არ არსებობს სინამდვილეში. სიბნელი არის სინათლის უქონლობა. და მას პირობითად ქვია სიბნელე, რომ მარტივი გასაგები იყოს. იმიტომ არის რომ სრული სიბნელე რო არის საერთო სინათლე თუ არ არის სადღაც შეკულ სივრცეში პატარა ნემსის წვერის დენა ხრელი რო იყოს და იქიდან შუქი მოხდეს სიბნელე ირღვევა. იმიტომ რომ იქ არა უგორფი სინათლე მოხდა სინათლე არის მატერია და არა სიბნელე. და პირიქით არ ხდება სინათლე სიბნელე ვერანაირად ვერ შემოდის. იმიტომ სიბნელი არ არსებობს. იგივე შეიძლება ითქვა ჯოჯოხეთსაც, მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო. ჯოჯოხეთის სინამდვილეში როგორც ასეთი არ არსებობს, იმ გაგებით, როგორც სიბნელი არ არსებობს. ჯოჯოხეთი ეს არის ღმერთის გარეშე ყოფნა. როგორც სინათლის გარეშე ყოფნა არის სიბნელი. და თუ ჩვენ ღმერთის გარეშე ვართ, უკვე სიბნელეში ვართ, ანუ ჯოჯოხეთში ვართ, სულიერ სიბნელეში. და ნახეთ იქ ძალიან მნიშვნელოვანი კიდე შემდეგი დიალოგის ფრაზა. უთხარიო შენ ძმებსო ისე არ იცხოვ როგორც ცხოვრობენო. ანუ ცხოვრება არის შესაძლებელი და სამწუხაროდ ამას ჩვენ ხვდებით, როდესაც იქით გავართ, საიქიოში აღმოჩნდებით, მაგრამ მე უკვე გვიანა. და რას პასუხობს აბრაამი? მოსე და წინასწარმეტყველი ყავთო და ისმინონ მისიო. ანუ ეკლესია, მოსე და წინასწარმეტყველი ეს არის ეკლესია. მაშინდელი ძველი აღთქმის ეკლესია. ეკლესია აფთო და ისმინონ მისიო. და არ ესმითო. დიდარეულობა არ ესმით მისიო. წვეთი თუ ვინმე აღდგებაო, იმისაც დაიჯერებენ. და რას პასუხობს? წვეთითაც რომ ვინმე აღდგესო, იმისისაც არ დაიჯერებენ, თუ კი მოსესი და წინასწარმეტყველის, ანუ ეკლესიის თუ არ ჯერათო, წარიც რო აღდგეს, იმისასაც არ დაიჯერებენ. ხუ აღდგა, მოვიდა ღმერთი, ჯვარზე მოკვდა და აღდგა მკვეთრად. ვისაც სინამდვილეში არ ჯეროდა წინასწარმეტყველებების და მოსეს და წინასწარმეტყველს არ ჯეროდა, არც მიიღეს მკვეთრი და ამდგარი ქრისტე. ხოლო იმ ადამიანებმა, ვისაც ჯეროდა წინასწარმეტყველებების და ამ საიდუმლოების ჯეროდა, მათ მიიღეს ქრისტე. ახლაც ასე არის, ჩვენ გონია რომ ეკლესიის შვილები ვართ. მე ყველაზე არ ვარ, რა თქმა უნდა. პირველ პირის მრავლობითი ვლაპარაკობ, პირველ პირის. გონია რომ ვართ ეკლესიის წევრები. მაგრამ თუ ჩვენ ვერ განვიცდით ქრისტეს ჯვარცმულ ქრისტეს ტკივილს და არ გვწამს ქრისტეს აღდგომა, ჩვენ არა ვართ ეკლესიის შვილები, სინამდვილეში. ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, ისე როგორც ძველი აღთქმის ხალხი დადიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ არ წამდათ არაფერს. ზეპირად იცოდნენ ყველაფერი.
ცოდნა არ არის მაწყონებელი. ზეპირად იცოდნენ ძველახმის ფარისევლები რა ფარისეოს ეს არის რელიგიური მიმდინარეობა იყო მათი უარყოფის შემდგომ მოხდა ფარისეველი აფინისთან ასოცირებული თუ არა ეს იყო რელიგიური მიმდინარეობა იყო ძალიან მკაცრად ვინც იცავდა ფარისეოს თუ არ ნიშნავს თუ ასე ითარგმნა ვიცა ასე თუ არ მეშლება კაცრად იცავდნენ ჯულს მაგრამ მიუხედავად ამისა რომ ჯულს კაცრად იცავდნენ ისინი არ იყვნენ ჯულის სახურნი არ იყვნენ იმიტომ რომ მათ არ ქონდათ მნიშვნელოვანი სიყვარული თუ ჩვენ არ გვაქვს სიყვარული ჩვენი მოყვასის მიმართ ჩვენ ვერანაირად ჩვენი ეკლესიურობა თანამედროვეობაში ვთქვათ პირველ რიგში ჩვენი ეკლესიურობა არ არის ჩვენი მაცხონებელი ეკლესიურობა შირმა არის უკვე და მეტი არაფერი სიყვარულის გარეშე ზედაპირ ფარისევლობა არის უკვე გაგაზიაროთ მერთმა და მტრეთი დაღდგა ქრისტე მაგრამ არ იწამეს და ადამიანი რომელიც რო დააკვირდა არ ვიცი შეიძლება მეშლება და ცოტა კაცრად გამომივიდეს ნათქვამი ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს მტრეთი დაღდგა ქრისტე არ წამთ რას გულისხმობ და რა არგუმენტი მაქვს ამის შედალოცვილო აღდგომა დღეს რაზე იმო გაანალიზე რაზე იმო ქრისტეს აღდგომაზე იმო ჯერა რომ ქრისტე მტრეთი დაღდგა მაშინ თუ ქრისტე მტრეთი დაღდგა ეს ამას აღიქვამ ბოლომდე სწორად რანაირად ხარ მისი ეკლესიის გარეთ ჩემთვის მაგალითად ეს არის აუხსნელი შეიძლება მე ვერ ხსნი და არსებობს ახსნა არ ვიცი მაგრამ მე როგორც მესმის ქრისტეს აღდგომა ჯეროდეს და მის მიერ დაარსებული ეკლესიის გარეთ ცხოვრობდე ჩემთვის არის წარმოუდგენელი ისე და შესაბამისად ადამიანები რომლებიც აღდგომას ეგეთი ადამიანები აღდგომას მიდიან სასაფლაოზე არ მიდიან ტაძარში შედეგიც მოქმედებაც იმის მიხედვით აქვთ რაც წამთ და რაც არ წამთ მერთა დალოცვილი გამყოფოთ გაგაღლიოთ ბაღალმერთმა და მორწმუნეს რწმენა გაუზიაროს და ვისაც არ წამს ინებოს უფალმა რომ რწმენა მიცეს ჩვენთან არ ღმერთი არც დაიყოს